ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ვივამედს ქართული ოცნების დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დაკავებისას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარეს და უთხრეს, რომ მას მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. ელისაშვილი 10 იანვარს სხვა კლინიკაში ჩატარებული ტომოგრაფიის შედეგებს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ მას რეალურად ნეკნი აქვს მოტეხილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ფაქტი ვივამედმა დამალა. როგორც ჩანს, ვივამედი ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ. ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენის გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი. წარმომიდგენია სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რა ჩხაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს. 12 წლის შემდეგ ქართული ოცნების ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვივამედის გენერალური დირექტორი. ნინო ნადირაძე ელისაშვილის რენტგენის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიციონერს მწვავე ტრავმა არ აღენიშნებოდა. მისი თქმით, ელისაშვილმა მორიგე ექიმს ტკივილ გამაყუჩებელი არ გააკეთებინა. ნადირაძის მტკიცებით, ვივამედს დიაგნოზებს არავინ კარნახობს და კლინიკაზე ზეწოლა მისი მტკიცებით ოპოზიციის გარდა ჯერ არავის გაუბედავს.